ქართული ოცნების მხარდამჭერებმა რუსთავის საქალაქო ორგანიზაციიდან შტაბის ხელმძღვანელის ალეკო ბერიძის გარიცხვა გააპროტესტეს და დავით საგანელიძეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეს. აღნიშნული მოთხოვით დღეს 100-მდე პირმა რუსთავში საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით აქციის მონაწილეების სოლიდარობას უცხადებენ რუსთავის საქალაქო ორგანიზაციიდან გარიცხულ წევრებს და ალეკო ბერიძეს, რომელმაც ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან შიმშილობის აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეების განცხადებით ხვალიდან მათი აქტივისტების ნაწილი ბერიძის მიერ დაწყებულ აქციაში უერთდება. არ გავჩერდებით ეხლა აქედან როგორც კი ეს შეხვედრა ყრილობა დამთავრდება აქცია მხედველობაში მე პირადად და ვინ სოლიდარობას გამოუცხადებს სავალთა უცლებლად ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან და შევუერთდებით ბატონ ალექსანდრე ბერიძეს და დავიწყებთ შიმშილობას. ხონები ის არის რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად სიმართლე დამტკიცდეს და მოვითხოვთ სიმართლეს მეც არაფერს როგორ შეიძლება იმ ხალხის გარიცხვა ისე რომ ერთი სიტყვის უფლება არ მისცეს.